მოკლედ მეგობრებო, რაც ახლა MMA-ის სამხაროში ხდება, ნამდვილი საგიჟეთია. წარმოიდგინეთ სურათი. ვაშინგტონი. თეთრი სახლის წინ გაშლილი ოქტაგონი და ერთმანეთის პირისპირ ორი ნამდვილი მხეცი. ერთი მხრივ ისლამ მახაჩევი, რომელიც ისე დააბიჯებს დივიზიონში, თითქოს საკუთარ ეზოში იყოს, და მეორე მხრივ ჩვენი მატადორი, ილია თოფურია, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. ახლახან ისლამმა განაცხადა, არანაირი ტრაუმვა, არანაირი ტკივილი, მე მზად ვარ. ვინ იქნება შემდეგი? მოდით გავაკეთოთ ეს და მე ყველაფერს მარტივად მოვაგვარებ. აი ასეთი თავდაჯერებულობა აქვს ტიპს, რომელიც დაღესტნური სკოლის მწვერვალზეა, მაგრამ ილიასთან მარტივად არაფერი ხდება, ეს ხომ ყველამ ვიცით. თოფურიამ უკვე ისროლა ხელთათმანი, მას თეთრ სახლთან უნდა ჩხუბი. ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ეს უკვე პოლიტიკა და დიდი შოუა. დანა ვაიტი კი ზის თავის კაბინეტში ხელებს იფშვნეთს და ხედავს, როგორ იზრდება ნულები მის საბანკო ანგარიშზე. დანა ამბობს, რომ ისლამის დომინაცია რაღაც სხვა დონეა. ეს არ არის უბრალოდ ჭიდაობა, ეს არის მახრჩობელა კონტროლი, საიდანაც თავის დაღწევა 90 კილოიან კაცსაც კი უჭირს. მახაჩევი ამბობს, რომ ეს არ არის აშშ მსოფლიოს წინააღმდეგ, ეს არის საუკეთესოების ბრძოლა საუკეთესოებთან. მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. ხანდახან მგონია, რომ ეს ბიჭები უფრო მეტს ლაპარაკობენ Twitter-ზე, ვიდრე ვარჯიშობენ. თუმცა ისლამის შემთხვევაში ციფრები თავისას ამბობენ. ის ნელ-ნელა უახლოვდება GOATS, ყველა დროის ყველაზე საუკეთესო სტატუსს. დანა ვაიტიც კი აღიარებს, ეს ბიჭი სულ რამდენიმე ბრძოლაშია იმკამდე, რომ ხაბიბს გაუტოლდეს. და აი აქ შემოდის ჩვენი ილია. რეიტინგები რთული რამაა, მეგობრებო. დანა ფიქრობს, რომ ისლამი ნომერი პირველია P4P რეიტინგში, მაგრამ იქვე ამატებს, რომ ხმის მიცემისას ხშირად შეცდომებს უშვებენ და შეიძლება ილია აღმოჩნდეს მწვერვალზე. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ხმას აძლევთ და თქვენ ხშირად ცდებით, ეუბნება დანა ჟურნალისტებს. ისლამი კი თავისი ჩვეული სიმშვიდით პასუხობს. ვიცი, რომ ყველა მკვლელს ჩემი ქამარი უნდა. არა ძმაო, არ მოგცემთ. მან პირდაპირ მიუთითა თოფურიაზე. თუ მართლა გინდა გამოწვევა, ადექი და მოდი. ეს უკვე აღარ არის მეგობრიული შეძახილები, ეს არის გაფრთხილება. როდესაც ისლამი ჯერ კიდევ მსუბუქ წონაში იყო, ილია უკვე ამბობდა, რომ მხოლოდ მასთან ჩხუბი აინტერესებს. არანაირი პრეტენდენტების ბრძოლები, არანაირი შუალედური ეტაპები, მხოლოდ ტიტული. ილიას ფოკუსი გასწორებულია. ის მზად არის თქვას ის, რასაც სხვა ვერ ბედავს. მე მინდა ისლამთან ჩხუბი, ეს დაზუსტებით ვიცი, ამბობს თოფურია. და როცა კითხეს, სხვა ბრძოლას თუ დათანხმდებოდა, პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული. არა. ეს არის ქართული ხასიათი, ან ყველაფერი, ან არაფერი. ჩვენი ბიჭი არაპირებს რიგში დგომას, მას უნდა პირდაპირ მეფის ტახტი. და იცით რა, მე მჯერა მისი. იმიტომ კი არა, რომ ქართველია, არამედ იმიტომ, რომ იმ ცეცხლს ვხედავ მის თვალებში, რომელიც მხოლოდ ჩემპიონებს აქვთ. მედობრებო, ახლა ისეთ თემაზე უნდა გადავიდეთ, რომელმაც მთელი ინტერნეტი ააფეთქა. მას შემდეგ, რაც ისლამმა UFC 322-ზე ჯეკ დელა მადელენა უშანსოდ დაამარცხა, ლეგენდარულმა დემეტრიუს ჯონსონმა, იგივე მაიტი მაუსმა საინტერესო რამ თქვა. მან პირდაპირ განაცხადა, ისლამმა უნდა იჩხუბოს ილია თოფურიასთან თეთრ სახლში და თუ მოუგებს, პენსიაზე წავიდეს. წარმოგიდგენიათ? ჯონსონი ფიქრობს, რომ ისლამს მეტი დასამტკიცებელი არაფერი აქვს და ჯობია პიკში წავიდეს, როგორც ეს ხაბიბმა გააკეთა. მაგრამ აი აქ იწყება ნამდვილი ცეცხლი. ილია თოფურია არათუ არ უშინდება ამ გამოწვევას, არამედ ისეთ რამეს ამბობს, რაც დაღესტნელებს ალბათ ძილს უფრთხობს. ილიამ თქვა, რომ ისლამს არა მხოლოდ მიწაზე დაანარცხებს, არამედ მისსავე სტილში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხებს. და იცით რა დაამატა? ამას ხაბიბის თვალწინ გავაკეთებო. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ტრეშ-თოქი, ეს არის პირდაპირი დარტყმა მთელ მათ მემკვიდრეობაზე. ილია ამბობს, მე მას ვკითხავ, რომელია მისი საყვარელი ილეთი მეთქი და ზუსტად იმით დავამარცხებ. ხაბიბი თავის დროზე ხალხს აგდებდა და დანა ვაიტს ელაპარაკებოდა ხოლმე ჩხუბის დროს. მე კი ისლამს დავაგდებ და ხაბიბს დაუწყებ ლაპარაკსო. ბიჭო, ამას გაბედვა ხომ უნდა? ჩვენთან საქართველოში ასეთ რამეზე ამბობენ, სიტყვას პატრონი უნდაო და ილია ნამდვილად არ გავს კაცს, რომელიც ჰაერზე ისვრის ფრაზებს. ილია დარწმუნებულია, რომ მას აქვს უპირატესობა ყველაფერში, გომშიც, ჭიდაობაშიც და ფსიქოლოგიაშიც. ის ამბობს, რომ ისლამის გუნდი მას უკვე აფრთხილებდა, რომ ქვემძიმე წონაში არ გადასულიყო. თითქოს ეშინიათ მისიო. მართალია თუ არა, ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ძაღლი იკბინება სანამ ყებს. ილია კი უკვე კბენაზე გადავიდა. ბევრი ამბობს, რომ ილია ზედმეტს თამაშობს, რომ ისლამი სხვა დონეა, სხვა წონაა,
ჩვენებურად რომ გადავიყვანოთ, ისლამი მაინც უფრო დიდი ბიჭია, მაგრამ განა ილიასთვის წონას ოდესმე მნიშვნელობა ჰქონია. როცა ოქტაგონზე შედიხარ, იქ მხოლოდ ხასიათი და მომზადება წყვეტს ყველაფერს. ისლამმა კი უპასუხა: მე მზად ვარ ნებისმიერისთვის. წონებს შორის დიდი განსხვავებაა და მე ვაპირებ აქ დიდხანს ვიყო, ასე რომ ვინმეს თუ გადმოხტომა უნდა გადმოხტესო. აშკარაა რომ მახაჩევი ილიას სერიოზულად არაფასებს, ან უბრალოდ ცდილობს ასიაჩვენოს. თუმცა მოდით რეალურად შევხედოთ. ისლამი 155 ფუნტზე, ანუ ჩვენებურად 70 კილოზე მეფობს. ილია კი 66-დან ამოდის. ეს 4 კილოგრამიანი სხვაობა სპორტში ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ილიას მუშტი 100 კილოგრამიან კაცად დააძინებს, თუ კარგად მოხდა. რა გგონიათ, მართლა შეუძლია ილიას ისლამის დაშამატება ხაბიბის თვალწინ? თუ ეს უბრალოდ პიარია ბრძოლის მისაღებად? მე პირადად მგონია, რომ ამ ორის შეხვედრა გარდაუვალია. ეს არის ისტორია, რომელიც უნდა დაიწეროს. მეგობრებო, ახლა საქმეში UFC-ს ლეგენდა მაიკლ ბისპინგი ერთვება. ბისპინგმა პირდაპირ თქვა, რომ ისლამისა და ილიას ჩხუბი გარდაუვალია და ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. რატომ? იმიტომ რომ მათ შორის უკვე ნამდვილი მტრობაა. ეს აღარ არის სპორტული ინტერესი, ეს პიროვნული დაპირისპირებაა. ილია ყველგან ცდილობს ისლამის კბენას, ხან ტვიტერზე აგდებს აბსურდულ პოსტებს, ხან კი ამბობს, რომ ისლამმა თავისი წონიდან იმიტომ გაიქცა, რომ ჩემი შეეშინდაო. ბისპინგი ამბობს, ილია ცდილობს დათვი გააღვიძოს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ მახაჭევმა წონასწორობა დაკარგოს. და იცით რა არის ილიას მთავარი იარაღი? ის მახაჭევს მოსაწყენს ეძახის. აი ეს კი ნამდვილად მოხდა ისლამს გულზე. წარმოიდგინათ, კაცი ხარ, დივიზიონს აზანძარებ, ყველას ახრჭობ და ვიღაც გამოდის და გეუბნება, შენი ყურება ძილს გუგრუისო. მაგრამ მოდით ობიექტურები ვიყოთ. ბისპინგმა გაახსენა ყველას. მოსაწყენი იყო ისლამი, როცა პირველ რაუნდშივე ხენო დაახრჩო, თუ მაშინ იყო მოსაწყენი დასტინ პორიე მეხუთე რაუნდში რომ გაგუდა და ბონუსი აიღო. ან იქნებ ალექსანდრე ვოლკანოვსკისთან იყო მოსაწყენი, თავში წიხლი რომ მოახვედრა და პირდაპირ ნოკაუტში გაუშვა. სიმართლე ისაა, რომ ილია ამას შეგნებულად აკეთებს. მას უნდა რომ ისლამი ოქტაგონზე გაბრაზებული გამოვიდეს, რადგან გაბრაზებული მებრძოლის შეცდომებს უშვებს. ილია კი შეცდომების პატიებას არ აპირებს. ის ამბობს, მან იცის რომ მე საშიში ვარ, მან იცის რომ მე მას დავაძინებ. ამ დროს კი ისლამი ცდილობს წესრიგი აღადგინოს და ამტკიცებს, რომ ის მზად არის ყველასთვის. UFC-ს კი დიდი ბრძოლა უნდა. მენეჯერები უკვე ჩურჩულებენ, რომ თუ ორგანიზაციას მართლა უნდა დიდი შოუ თეთრ სახლში, ამაზე უკეთეს წყვილს ვერ იპოვიან. ილია თოფურია, კაცი, რომელსაც მთელი ესპანეთი და საქართველოს ზურგს უმაგრებს, და ისლამ მახაჭევი, დაღესტნის სიმბოლო. თუმცა, აქ ერთი საინტერესო დეტალია. ისლამს ურჩევნია ქვემძიმე წონაში, 77 კილოგრამში ავიდეს და იქაური ქამარიც აიღოს. ის ოცნებობს 3 წონის ჩემპიონობაზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ილია კი ეუბნება, სადგარბი ხარ, ჯერ აქ დამხვდიო. ჩვენი მატადორი ისევ და ისევ თავისას აწვება. თეთრი სახლი, მე იქ ვიქნები. თუ UFC-ს უნდა ეს ბრძოლა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუ მომიწევს ისევ 70 კილამდე ჩამოსვლა, ჩამოვალ, ოღონდ ეს შანსი მომეცით. რა ხდება სინამდვილეში? ეს არის კატა თავობანას თამაში, სადაც ორივე მხარე ცდილობს, რომ მეორეზე ფსიქოლოგიურად იძალადოს. ილიას სტილი აგრესიულია, ისლამი კი ცივი და გათვლილია. ეს იქნება დაპირისპირება ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროს შორის. აბა მეგობრებო, მივედით ფინალამდე. იცით ვინ არის ამ ისტორიაში რუხი კარდინალი? რა თქმა უნდა, ხაბიბ ნურმაგომედოვი. ყველა საინტერესებდა, რას ფიქრობს ის ამ მართლა გიჟურ იდეაზე. ხაბიბი როგორც ყოველთვის პრაგმატულია. ის არ ამბობს, რომ ილია სუსტია. პირიქით, აღიარებს, რომ ისლამისა და ილიას ბრძოლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იქნებოდა MMA-ში. მაგრამ ხაბიბს თავისი ხედვა აქვს თეთრ სახლთან დაკავშირებით. ის ამბობს, თუ თეთრ სახლში აკეთებ ჩხუბს, იქ უფრო მეტი ამერიკული ელემენტი უნდა იყოს. როცა ქართველი მებრძოლი უპირისპირდება რუს მებრძოლს, ვაშინგტონისთვის ეს შეიძლება არ იყოს ისეთი საინტერესო, როგორც ამერიკელების დაპირისპირება თავიანთი ქვეყნის სახელით. ხაბიბი ფიქრობს, რომ იქ ნამდვილი ამერიკული შოუა საჭირო. მაგრამ მოდით შევეკამათოთ ლეგენდას. განა ილიასა და ისლამზე მეტი დრამა ვინმე შეუძლია შექმნას? ილია თოფურია არ არის უბრალოდ კიდევ ერთი მებრძოლი. ის არის კაცი, რომელმაც შეცვალა თამაშის წესები. სანამ სხვედი რიგში დგანან და თავაზიანად ითხოვენ ბრძოლას, ილია პირდაპირ კარებს ამტვრევს. ისლამი კი თავის მხრივ ისტორიის დაწერას აგრძელებს. მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ ხაბიბის წასვლის შემდეგ ტახტი საიმედო ხელშია.
საბოლოო ჯამში რას ვხედავთ? ერთი მხრივ ყვავს მახაჩევი, ცივი, გათვლილი, თითქმის რობოტივით ზუსტი მებრძოლი, რომელსაც უკან მთელი დაღესტნური სკოლა უდგას. მეორე მხრივ კი ილია მატადორი თოფურია, ქართული გენით, ესპანური ვნებით და იმ თავდაჯერებულობით, რომელიც ხანდახან სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ ყოველთვის მუშაობს. თუ ეს ბრძოლა შედგა, ეს არ იქნება უბრალოდ ჩხუბი წონითი კატეგორიის ქამრისთვის. ეს იქნება ბრძოლა ორი სხვადასხვა ფილოსოფიის, ორი სხვადასხვა ხასიათის და ორი სხვადასხვა მემკვიდრეობის შორის. ილიამ თქვა, რომ ისლამს ხაბიბის თვალწინ დაამარცხებს. ეს ისეთი პირობაა, რომლის შეუსრულებლობაც მას არ ეპატიება. მაგრამ ილიასგან ჩვენ უკვე მივეჩვიეთ შეუძლებლის შესრულებას. მეგობრებო, ახლა თქვენი ჯერია. როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ისლამი ილიას წნეხს? თუ ჩვენი მატადორი მართლა შეძლებს დაღესტნური მანქანის გაჩერებას? ვინ არის თქვენი ფავორიტი ამ ისტორიულ დაპირისპირებაში?